ეს ფრიად საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბრო და არ ვიცი საზოგადოება ამ თემას, ამგვარ თემებს ნაკლებ ყურადღებას უთმობს. მოდი უპირველეს ყოვლისა ვთქვათ ერთი რამ, რა უნდა რუსეთს უკრაინაში, უკრაინისაგან რა უნდა და საერთოდ რა სტრატეგიული მიზნები აქვს რუსეთის ფედერაციას, პუტინისტურ რუსეთს. მე არაფერს მოვიგონებ სტრატეგიულ დოკუმენტებში, დოქტრინებში, ოფიციალურ დოკუმენტებში, რომლებიც მიღებული აქვს ცალკე დუმას და ცალკე პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრეზიდენტის ოფისს, შლეგი პრეზიდენტის ოფისს და აგრეთვე თავდასხმის უწყებას და ყველა იმ უწყებას, რომელიც რუსეთის იმპერიალიზმის აღდგენას, გაძლიერებას, გამყარებას, გამუდმივებას ემსახურება, ნათქვამი არის პრაქტიკულად ყველგან, რომ რუსეთი არ სრულდება, მე ფართოდ ვიტყვი, რუსეთი არ სრულდება არსად, სადაც კი მისი ინტერესების გატარება შეიძლება, რუსეთი ყველგან გაატარებს მის ინტერესებს და საჭიროების შემთხვევაში ის საკუთარ ფართობსაც გაიფართოებს, გააზრდის, ხო, გაიზრდება ეს ისედაც ვეება სახელმწიფო, რომელიც რამდენიმე ქალაქს თუ ამყოფებს, ქალაქის მოსახლეობას თუ ამყოფებს ნორმალურ მდგომარეობაში, დანარჩენი რუსეთი გაპარტახებული, გაუბედურებულია, დანარჩენი რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული მისი რეგიონები, ასე მაგალითად ტატარსტანი საკმაოდ მდიდარია საკუთარი ბუნებრივი რესურსებით, არის კატასტროფულ მდგომარეობაში, მაგრამ ერთ ფეხზე ჰკიდია პუტინს ეს ყველაფერი, ამ ყველაფრის მიუხედავად რუსეთს უნდა რომ, ნახეთ როგორი ზმნა გამოვიყენო ახლა გადასანაცვლოს ყველა ის სახელმწიფო, რომელიც თუნდაც საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში შედიოდა რუსეთის, უფრო ზუსტი რომ იყოს, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, რომელსაც რუსეთს უწოდებს, ანუ საბჭოთა კავშირს და რუსეთის პოლიტიკური ელიტები, ელცინის ელიტაც და განსაკუთრებით პუტინის ელიტაც და თავად პრეზიდენტის შლეგი, პრეზიდენტი პუტინიც მიიჩნევს, რომ ეს მისი ტერიტორიებია, რა გინდა რა მეთოდებს იყენებს ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად, ცხადია პირველ ყოვლისა გულისხმობ ჰიბრიდული ომის ელემენტებს, მათ შორის კონვენციურ ომს, მათ შორის საინფორმაციო ომს, მათ შორის ეკონომიკურ ომს, მათ შორის ჰიბრიდული ომის ელემენტს, ფსიქოლოგიურ ზეწოლას საზოგადოებებზე, რომლებიც უნდა დაუფრთხოდნენ რუსეთს, რომლებიც უნდა შეუშინდნენ რუსეთს, რომლებმაც უნდა თქვან, რომ რუსეთის იქით ჩვენ ანუ იმ საზოგადოებას, იმ ქვეყნის საზოგადოებას გამოსავალი არ აქვს. აი კლასიკური მაგალითი როგორ დამარცხდა, ან დამარცხების პროცესშია რუსეთთან ამ ჭიდილში არის საქართველო, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი, თუ გნებავთ ასე ვთქვათ, რომელმაც განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ ომში ჭყალებში, მოდი მაინც ასე ვიტყვი, მარცხის შემდეგ და რატო ჭყალებში ამაზეც ვისაუბროთ, ცოტა ხნის შემდეგ სხვა კონტექსტში აღიარა კი არა თქვა, რომ რუსეთის იქით გამოსავალი არ არის, რუსეთი ქემაინც არის ტრადიციული შენი მეზობელი, მხოლოდ კავკასიონის ქედი ყოფს საქართველოსა და რუსეთს ჩვენ ერთი ხალხი არა ვართ, მაგრამ ერთმორწმუნეები ხო ვართ და ასე შემდეგ და დაუშინდა და დაუფრთხა რუსეთს და აი ამ ჰიბრიდულმა ამგვარმა ფსიქოლოგიურმა ზეწოლებმა საკმაოდ დიდი შედეგი გამოიღო საქართველოში, თოფის გაუსროლელად მეთქი, ასე ვიტყვი, საქართველო მიბარდა ბიზნე ივანიშვილის პირობებში რუსეთს ეს ყველა მვისი და კი ამიტომაც არის ეს ჭიდილი დასავლეთის საქართველოსა და ჭრდილოეთის საქართველოს შორის, აკი ამიტომაც არის ეს უფსკრული წარსულის მეხოთბეებსა და მომავალზე ორიენტირებულ საზოგადოებას შორის ამ აღმართში ვართ, ამ პროცესში ვართ ახლა, მაგრამ მე არ ვსაუბრობ ახლა მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და გაგიკვირდებათ და არ ვსაუბრობ არც რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაზე, უკრაინა რაც საკვირველია ყელში გაჩხერილი ძვალია პუტინის რუსეთისათვის, უკრაინის არა 5, 3, 5, 4, არ ვიცი 6 თუ 7 რეგიონის გადასანაცვლა უნდა პუტინისტურ რუსეთს, არამედ მთელი უკრაინა და კი ამიტომაც ამბობენ ხოლმე გარკვეული პერიოდულობით თუ არა პერიოდულად მისი ლიდერები პუტინის ჩათვლით, რომ უკრაინის სახელმწიფო არც უნდა არსებობდეს და ეს მართლაც რომ მოხდეს, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ვერ მოხდება, მაგრამ რომც მოხდეს, ამ შემთხვევაში რუსეთისათვის ძალიან იოლი ნადავლი იქნება უკლებლივ ყველა ის სახელმწიფო,
მაინც ქვერისნება თვითვიტყვი ბალტიის სახელმწიფოების გარდა რამდენადაც მათ ხურავთ ნატოს კოლგა, უკლებრივ ყველა ის დანარჩენი 11 სახელმწიფო, რომელიც ოდესღაც 90-იანი წლების დასაწყისამდე იყო გაერთიანებული, იყო წევრი ერთიანი საბჭოთა კავშირისა, დიახ, გაუჭირდება ცოტა ყაზახეთის დააპყრობა რუსეთს, მაგრამ გაუჭირდება კი წინააღმდეგობას გასცევს კი ყაზახეთი, გასცევს კი წინააღმდეგობას აზერბაიჯანი, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ზურგს უკან უდგას, მაინც ეხა რუსეთი თუ მომძლავრდა, რასაკვირველია, ომის შემდგომ უკრაინაში ომის შემდგომ წარმოქმნილი პრობლემები თუ დასძლია, რუსეთი არ გაიწევს განა აზერბაიჯანზე სომხეთი რა არის მისთვის არც არაფერი, ერთი ხელის თუ ერთი ბჭყალის გაკვრა, საქართველო აკი გითხრათ რომ მიბობხდა, ბელარუსივით მიბობხდა, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან ყაზახეთი ვახსენე და თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის რასაკვირველია უმრავლეს შემთხვევაში მიბობხდებიან და ვინც ის რუსეთმა სხვა სახელწოდებით, მაგრამ შეიძლება შემოგთავაზოს ისევ და ისევ ერთიანი სახელმწიფოს შექმნის იდეა და კარგი დედის შვილი ხარ თუ არ მოაწერ ამ ყველაფერზე ხელს. მოკლედ, უკრაინა მთლიანად სჭირდება, ამაზე უნდა შევჯერდეთ, ეს უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი, მთლიანად უკრაინა სჭირდება, რომ ვერ მიაღწევს ამას და სამუდამო ასწლეულების მტრად რომ გარდაქმნა უკრაინელი ხალხი, ხო, აქცია უკრაინელი ხალხი ასწლეულების მტრად, ეს ფაქტია, მაგრამ მე ამ შემთხვევაში რუსეთის ხედვას გაცნობთ, უფრო გერასიმოვისა და არა მხოლოდ გერასიმოვისა, პუტინისა და არა მხოლოდ პუტინისა, დუგინისა და არა მხოლოდ დუგინისა, სხვებისა, რომლებიც დღენიადაგ იმაზე ფიქრობენ, იმაზე ზრუნავენ, რომ აი ესეთი ვეება სახელმწიფო კიდე უფრო ვეება და ვებერთელა გახდეს, თუ ახლა დედამიწის 1/7-ზეა გადაჭიმული რუსეთი, 1/7-ზეა გადაჭიმული რუსეთი მსოფლიო რუკაზე, მერე იყოს 1/6-ზე, ვინც ის იქნება 1/5-ზეც, რა ვიცი, რომ მიუშვა რუსკი მირის გამოყენებით რუსკი მირის გარეშე და მიუშვა და ძალა ეყოს რუსეთი, რა ვიცი, ნიუ-იორკში შევა, მეთქი ცხადია ვუტრირებთ, მაგრამ იქაც მოითხოვს რაღაც პოლიტიკურ თუ კულტურულ ავტონომიას. ეს ყველაფერი კი მე გიამბეთ იმის გამო, რომ კარგად ბექგრაუნდი გავაკეთო, ან ახსნა სიტუაციის კონტექსტუალურ ახსნაზე ვისაუბრო, რაზეა საუბარი და ეს ყველაფერი კი გამახსენდა იმის გამო, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ ფინეთის პრეზიდენტმა კარგმა კაცმა, რომელიც ტრამპს ემეგობრება და მასთან ერთად გოლფს თამაშობს ხოლმე, იმიტომ რომ ის ფინეთის პრეზიდენტი პროფესიონალი მოთამაშეა სპორტის ამ სახეობისა, რომელიც ჩვენთან პოპულარული არ არის, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლოა პოპულარული გახდეს კიდეც. მოკლედ, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა თქვა შემდეგი რამ, რომ ფინეთმა მოიგო ომი საბჭოთა კავშირთან, იგულისხმება 1939-40 წლების ომი, ზამთრის ეგრეთ წოდებული ომი და მერე უკვე გაგრძელებული ომი რუსეთთან, საბჭოთა კავშირთან 41-44 წლებში და ეს ფრიად კონტროვერსიული აზრიაო, ბევრი თქვენგანი იტყვის, მართალიც იქნება ბევრი თქვენგანი, მას ვიკითხოთ, თუ ფინეთმა დაკარგა ტერიტორიის დაახლოებით 10-12-15%, ეს არის ეს კარელიის მხარე უმრავლეს შემთხვევაში, მას როგორ გაიმარჯვა ფინეთმა ასეთი ომებში კლასიკური გაგებით და სტუბის არგუმენტი არის ამგვარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფინეთმა დაკარგა ტერიტორია და გადაიხადა, ესეც მნიშვნელოვანი პოინტია, კომპენსაციები, ის მაინც დარჩა დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, განვითარდა დანარჩენი ფინეთი ტერიტორიების დაკარგვის მიუხედავად ტერიტორიების დაკარგვისა და რუსეთის შემადგენლობაში მათი ერთგვარი აღიარების მიუხედავად ჰელსინკად იქცა და ჰელსინკი გახდა დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, მიუხედავად იმისა, კიდევ ერთი ეს სიტყვა უნდა წარმოვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ფინეთი, ნეიტრალური ფინეთი, წლების განმავლობაში ითვლებოდა საბჭოთა კავშირის ერთგვარ მოკავშირედ, თუმცა ამავდროულად ისიც უნდა აღვნიშნოთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის მიხედვით, როგორც შემოიპყრო ბალტიის სამი სახელმწიფო საბჭოთა კავშირმა 29-29-დან ზუსტად ასევე უნდა გაბალტიისპირეთის სახელმწიფოება, გალატვიება, გალიტვება და გაესტონეთება უნდა სტალინისტურ საბჭოთა კავშირს რუსეთს ფინეთისა, რაც
მან ვერ მოახერხა და ამას აზრს სწორედ ამას გულისხმობს თუ ამაზე საუბრობს ფინეთის დღევანდელი ლიდერი. ისე ფინეთს 1917 წელს აქვს გამოცხადებული დამოუკიდებლობა, თავს დაესხა 39 წელს მას საბჭოთა კავშირი, 41-44 წლებში ფინეთმა იბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გერმანიასთან ერთად, აქვე ვიტყვი ეს არის გაგრძელებული ომი, ომის გაგრძელება 39 წლის ომის გაგრძელება იგულისხმება. ომი დასრულდა 44 წლის 19 სექტემბერს მოსკოვის ეგრეთ წოდებული შეთანხმებით და აქ იკითხავთ რომ 15% დაკარგა. რეპარაციებიც კი გადაიხადა ფინეთმა, უნდა განიარაღებულიყო და განიარაღდა კიდეც და გერმანელი ჯარისკაცებიც, რომლებიც იმხანად იყვნენ ფინეთის ტერიტორიაზე გამაგრებულნი, ისინი განაგდო საკუთარი ტერიტორიიდან 48 წელს ფინეთმა მოაწერა საბჭოთა კავშირისა და ფინეთის ხელშეკრულებას, რომელმაც მისი საგარეო პოლიტიკა გარკვეულწილად დაუქვემდება რა რუსეთს, ვიდრე 80-იან წლებამდე, ცოტა შემდგომ პერიოდშიც. რას ნიშნავს საერთოდ ეს სტუბის განცხადება, ამაზეც უნდა ვთქვა ხმამაღლა, რას გულისხმობს სტუბი, მოგება თუ არა და ისევ უკრაინას ვუბრუნდები, თუ მოდი ასე დავსვათ საკითხი, ხვალ რომ შედგეს უხეშად ბუდაპეშტის, სტამბულის, აბუ-დაბის, არ ვიცი, დუბაის თუ რომელიმე ქალაქის შეხვედრა ტრამპსა და მოსკოვს შორის და ამ ორმა ძლევამოსილმა ლიდერმა რომ თქვას, დაბეჯითებით რომ თქვას, რომ დასრულდა ომი ისე როგორც დასრულდა, ორივე მხარეს შეუძლია გამოაცხადოს, რომ გამარჯვებულიაო ეს თქვა ტრამპმა ამ 3-4 დღის წინ და ასე რომ მოხდეს, თუმცა ბუდაპეშტის შეხვედრა ნამდვილად ვეღარ შედგება, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ, თეორიულად თუ წარმოვიდგინოთ, რომ დეკემბრის მიწურულია, ასე მაგალითად 25 დეკემბერი ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ხელს ართმევენ, იქვეა ზელენსკი, იმავე ოთახში, სხვა ოთახში უერთდება და ასე შემდეგ, მოკლედ ყველა მხარე კმაყოფილია და ტრამპმა მიაღწია მშვიდობას, ან ყალბშვიდობას თუ გდებავთ ასე ვიტყვი, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს და ზელენსკის დაავალდებულა, რომ არა მარტო წავიდეს უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობიდან, არამედ მანამდე ვიდრე წავა, ვიდრე არჩევნებს ჩაატარებს, სული სიტყვა, ხო, დასთანხმდეს იმას, რაც შესთავაზა მას რუსეთმა და წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი აღარასოდეს დაესხმება თავს უკრაინის დანარჩენ ტერიტორიას და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში ვინ არის გამარჯვებული და ბევრი კოცი იტყვის, რომ გამარჯვებული ამ შემთხვევაში არის რუსეთი, რამდენადაც მან ტერიტორიის 20%, აი ფინეთთან მიმართებაში 15%-ია ისიც მაქსიმუმ, უკრაინასთან მიმართებაში არის ტერიტორიის დაახლოებით 20%, ეს არის კვლავ გავიმეოროთ ყირიმი, დონბასი, ნაწილი 70% ან სრულად დონბასი, თუნდაც სრულად ზაპოროჟიე, თუნდაც სრულად ხერსონი, ეს ყველაფერი წაიღო რუსეთმა და ასე დაშორიშორდნენ მხარეები, ოღონდ იმ პირობით, რომ როგორც ფინეთი განვითარდა უხეშად 40-45 წლის განმავლობაში, ისე განვითარდება დანარჩენი უკრაინა, ლვოვი, ოდესა, კიევი, სუმი, ხარკოვი, რა ვიცი, დნეპროპეტროვსკის სხვა და სხვა ქალაქებისა და დასახლებული ცენტრების, რეგიონული ცენტრების, რაიონული ცენტრების ჩამოსახელება შეიძლება, აი ახლა ამ პირობებით, როდესაც დანარჩენი უკრაინა არის დაცული, დანარჩენი უკრაინას ვერ ესხმის, არა მარტო არამედ ვერ ესხმის თავს რუსეთი უკვე შემდგომ წლებში, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ ეს უკრაინა დე იურე, რომელსაც არც არავინ არ უღიარებს, ეგრა მაგის პასუხი არც არავინ არ შეიყვანს, საერთაშორისო სამართალი ვერ აღიარებს რუსეთის შემადგენელ ნაწილად, მაგრამ ოკეი, აკონტროლებს რუსეთი, ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, არის გაპარტახებული, ანუ დონეცკის ოლქი, ყირიმი, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს, ლუხანსკი, ასევე ხერსონი, ან ხერსონის ნაწილი, ზაპოროჟიეს ნაწილი, ეს არის გაპარტახებული და დანარჩენი უკრაინა, მოდი ასე ვიტყვი, ყვავის. ან თუ გდებავთ ასე ვიტყვი, ყველაზე ძლიერია უსაფრთხოების კომპონენტებით მთელს ევროპაში. ან ესე ვიტყვი, რომ ძალიან განვითარებული ქვეყანაა, კორუფცია აღმოფხრილია, კორუფცია საბოლოოდ დამარცხებულია, არის ევროკავშირის წევრი, არის ნატოს წევრი, ან სულაც არ არის, ოღონდ მისი უსაფრთხოება არის უზრუნველყოფილი საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის ძლიერი სახელმწიფოები, ჩამოვასახელი იტალიაც არ უნდა დამაუწყდეს ამასობაში მათ მიერ და მის ცაზე ბუზიც ვერ ჭაჭანებს რუსული ბუზი, ბზუილა მუხა მით უმეტეს ამ შემთხვევაში, მუხა საკატუხა, ახლა მე გეკითხებით,
ამ შემთხვევაში ვინ ჩაითვლება გამარჯვებულად კლასიკური გაგებით, ომში გამარჯვებულად, როგორც ფინეთთან მიმართებაში ჩაითვალა საბჭოთა კავშირი, აქაც ჩაირთვება კლასიკური გაგებით, ომში გამარჯვებულად, სწორედაც რომ რუსეთი, მაგრამ თუ გამოხდება 30, 35, 40, 45 წელიწადი მაგალითად, აი ეს ამ სცენარით რომ ვიაროთ და უკრაინა ისევ აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, ან ვერ აღიდგენს თუნდაც და რუსეთი დამარცხდება სტრატეგიულად დაიშლება ხო ამ შემთხვევაში ეკრება თუ არა რომელიმე მომავალ პრეზიდენტს უკრაინისა იმის თქმის შესაძლებლობა და უფლება 50 წლის შემდეგ პირობითად ვიტყვი რომ უკრაინამ ომში რუსეთთან 2022 პირობითად 2026 წლებში სწორედაც რომ გაიმარჯვა მიუხედავად იმისა რომ ტერიტორიების 20% დათმო და მე გეტყვით რომ ექნება იმიტომ რომ სტრატეგიული მიზანი კიევის თავზე რუსული დროშის აპრიალება თუ ომს როგორც ფილოსოფიურად გავხედავთ ხო რუსეთს მიღწეული არ ექნება არც ახლა და არც მომავალში არა ფინეთიზაციის ვარიანტი უკრაინისა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო გადანაწილდა ისე როგორც გადანაწილდა დაინგრა რამდენიმე სახელმწიფო გადანაწილებულ მსოფლიოშიც მათ შორის საბჭოთა კავშირშიც, როდესაც ერთად თვითგამორკვევის პროცესმა, კი არა პრინციპმა უპირატესი ძალა მიიღო ტერიტორიულ ურღვევობასთან შედარებით, გაირღვა უპირატესი ძალა მიიღო საბჭოთა კავშირმა თვით ლიკვიდაცია გამოაცხადა და საბოლოო ჯამში მაინც ხავერდოვნად დაიშალა საბჭოთა კავშირი როგორც ერთიანი იმპერია. ახლა ჩვენ რასაკვირველია თუ ასე გავხედავთ პროცესს კიდევ უფრო საინტერესო და კიდევ უფრო დრამატულ საბჭოთა კავშირის დანგრევაზე უფრო დრამატულ პროცესში ვართ, როდესაც იშლება რუსეთი როგორც იმპერია, მე არ გულისხმობ რომ ის იშლება მარტივ მომრავლებად, მე გულისხმობ რომ მისი იმპერიული ზრახვები მოითოკება, როცა იქნება მაშინ, მაგრამ ერთ წამს რო წარმოვიდგინოთ რომ აი ჩემი სცენარი, ჩემი მოსაზრება, ჩემი პოზიცია, ჩემი პროგნოზი არასწორია და იმ ერთ წამს რო წარმოვიდგინოთ რომ რუსეთი გადარჩება როგორც სახელმწიფო თავის FSB, KGB-ი, თავის გრუთი და თავის კრემლით და თავის პუტინიზმით და თავის რევანშიზმით და თავის რევიზიონიზმით და ასე შემდეგ ამ შემთხვევაშიც კი თუ უკრაინის თავზე, კიევის თავზე ხაზგასმით ვამბობ არ იფრიალებს რუსული დროშა თუ უკრაინის ტერიტორიაზე დარჩენილ აი უკრაინა რომ აკონტროლებს იმ ტერიტორიაზე დარჩენილ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ვინც უნდა და როცა უნდა და როგორც უნდა ყოველგვარი რუსული ინტერვენციების გარეშე, თუმცა ესეც პრაქტიკულად წარმოუდგენელია თუ რუსეთი ძლიერია, ან რუსეთი არსებობს ამ შემთხვევაში ინტერვენცია გარანტირებულია უკრაინაში და არა მხოლოდ უკრაინაში, უნგრეთშიც კი და საქართველოშიც კი ბარემ ამასაც ვიტყვი, ხო თუ ეს ასე იქნება, უკრაინა გადარჩება როგორც სახელმწიფო, ოღონდ მე ვგული გადარჩება და გაიმარჯვებს როგორც სახელმწიფო, ომში ასე ვიტყვი, როგორც ომს ამ შემთხვევაში ვიაზრებ არა მხოლოდ თეატრს, ბრძოლის თეატრს, სადღაც პაკროვსკთან თუ სადღაც ხარკოვთან ასე მაგალითად თუ რა ვიცი რა დონბასის ტერიტორიაზე არამედ ომს გულისხმობ მის ფილოსოფიურ გააზრებაში. დიახ, სიტყვა მოგება ტრადიციულად სამხედრო გაგებით მოგება და სიტყვაში მოგება ტრადიციული სამხედრო გაგებით მოგება იგულისხმება, მაგრამ თუ გადარჩენა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა მიზანი და ეს არის რასაკვირველია უკრაინის მიზანი, ამ შემთხვევაში უკრაინა გამარჯვებულად უნდა მიიჩნიოს ფილოსოფიურად და ისტორიულად და კიდევ მნიშვნელოვანია ვინ წერს ისტორიას როგორც ასეც თუ არსებობენ უკრაინაში, კიევში, ლვოვში, ოდესაში თუ მუშაობენ, ხარკოვში თუ მუშაობენ უკრაინელი ისტორიკოსები, რომლებიც წერენ ისტორიას ამ თუ გრებავთ ვიტყვი ესე ამ ინტერპრეტაციით უკრაინული და მსოფლიო საზოგადოებისთვის მეთქი ამ შემთხვევაში ბუნებრივია უკრაინა გამარჯვებულად უნდა მივიჩნიოთ ზუსტად ისე როგორც ფინეთი უნდა მივიჩნიოთ გამარჯვებულად მიუხედავად 15 დაახლოებით პროცენტის ტერიტორიის 15%-ის დაკარგვისა იმ შორეულ 39-ში და განსაკუთრებით 43-ში, 44-ში უფრო და ასე შემდეგ. ახლა მე გეკითხებით მოიგო თუ არა ფინეთმა ომი? მე თქვენ გეკითხებით და ეს დისკუსია სწორია ალბათ, განა არა მოიგო ფინეთმა ომი გასულ საუკუნეში. მოიგებს თუ არა უკრაინა ომს იმ შემთხვევაშიც კი რაც წარმოუდგენელია უკაცრავად უკრაინის ფინეთიზაცია იმ შემთხვევაშიც კი თუ დროებით ის დაკარგავს დე იურე ტერიტორიის ნაწილს 15-20%-ს მოიგებს იმ დაშვებით თუ უკრაინა აყვავდება და გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფო. ეს ყველაფერი კი თქვი და ესეც არის და რასაკვირველი ასია სხვა პერსპექტივა სხვათა შორის გარდა ამგვარი გამარჯვებისა არა სხვა პერსპექტივა გარდა ამგვარი გამარჯვებისა რასაკვირველია უკრაინას აქვს, მას აქვს პერსპექტივა რომ სრულად გააკონტროლოს
საკუთარი ტერიტორია, მაგრამ აი სხვა პერსპექტივაზე შეიძლება საუბარი გარდა ამგვარი გამარჯვებისა, სხვა პერსპექტივა უბრალოდ სხვა პერსპექტივაც არსებობს, მაგრამ რომც არ არსებობდეს, არ არის პრობლემა, ასე ვიტყვი. ხა საქართველოსთან მიმართებაში გადმოვიტანოთ და ერთი სიტყვა ორი სივრცე ვახსენოთ, უფრო ზუსტი რომ იყო, ვახსენოთ სივრცე ევროკავშირისა და ვახსენოთ სივრცე ნატოსი. ჩვენი გარდაუვალი სუბსტანციური მდგომარეობა არის სწორედ დასავლეთში, სწორედ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. მეთქი ასე ვიტყვი, დიახ, არავინ ჩვენ არ დაგვიბრუნებს ნებით, ძალით, ხო, თავისი ნებით უფრო ხონჩით არავინ არ მოგვართვებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, მანამ სანამ რუსეთი არ დასუსტდება ან საერთოდაც დაიშლება ჩვენი პერსპექტივა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ლტოლვილთა და რევნილთა დაბრუნებისა და აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებისა პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ როგორც კი ისინი ზურგს ვეღარ იგრძნობენ რუსეთისა, სუნთქვას ვეღარ იგრძნობენ რუსეთიდან, მოსკოვიდან, ისინი არ მინდა ვთქვა, რომ იოლად ხელებაწეულები ჩაგვბარდებიან სეპარატისტები, მეთქი შესაძლოა გაიბრძოლონ კიდეც ორჯერ თოფი გავარდეს, 7ჯერ თოფი გავარდეს, 8ჯერ ავტომატის ჯერი გავარდეს, ავტომატის ჭირი დაიცალოს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ეს მოგვარებადი, ხო არ მიყვარს ეს სიტყვა, მოგვარებადი პრობლემა იქნება, მოგვარებადი საკითხი იქნება, ეს ფაქტია და ამას უნდა ეს ამთავითვე უნდა თქვათ, მაგრამ ერთ წამს წარმოვიდგინოთ ამგვარი რამ, რომ ჩვენ გვაქვს პერსპექტივა ნატოში შესვლისა, ევროკავშირში შესვლისა და აქეთ გვაქვს რუსეთის მიერ შემოთავაზებული ილუზორული და რეალურად კი ტყუილი დაპირება იმის თაობაზე, რომ დროთა განმავლობაში აფხაზეთს ჩვენ ვინმე დაგვიბრუნებს, დროთა განმავლობაში ჩვენ ცხინვალის რეგიონს ვინმე გაგვიბრუნებს, ოღონდ უნდა დაიწყოს ეს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომელთაც პრობლემსაც ბოლოც არ უჩანს და მოლაპარაკებები დაიწყოს რაღაც ისეთ წვრილმან საკითხებზეც კი, როგორიც არის გალის რომელიმე სოფლის გაკონტროლება შერეული ადმინისტრაციის მიერ, ისიც მაქსიმუმ რეალურად კი თქვათ გალის რომელიმე ქართულენოვან სოფელში ქართული სწავლება და ქართული რუსული ოცნება, იცით თქვენ რომ ღიად ამბობს, პრაქტიკულად ღიად ამბობს, რომ მე მზადა ვარ შევიდე ამ პროცესში და რუსეთს დავათმობინო, კი არა რუსეთმა გვაჩუქოს და გვიბრუნოს ჩვენ აფხაზეთი ნელ-ნელა თუნდაც 20-25 წლის შემდეგ და ამას და მზადა ვარ რომ უარი თქვა ნატო ევროკავშირზე, იმიტომ რომ და მე უკვე იწყება ეს რაღაცა ბოდვები იმის თაობაზე, რომ ჩვენ 3000 წლოვანი ისტორია გვაქვს, არანაირი ევროკავშირი არ არსებობდა, არანაირი ნატო არ არსებობდა, მოკავშირეები არ ყავდა, ხო არ ყავდა კი არ არსებობდა, მაგრამ მოკავშირეები როგორ არ ყავდა ჩვენ საუკუნეების განმავლობაში და როცა არ ყავდა, სწორედ მაშინ იყო საქართველოს ყველაზე უფრო სუსტი და ყველაზე მოწყვლადი და აი ამასთან დაკავშირებით იცით თქვენ რომ დიდი კამპანია გააჩაღა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, გააჩაღებინა უფრო ზუსტი რომ იყო მის მიერ გაკონტროლებულ პოლიტიკურ ან ფართო გაგებით პოლიტიკურ ჯგუფებს, ნეიტრალურ საქართველოს და ცალკეულ პირებს, ხალხის ძალას და ცალკეულ პირებს და ასე შემდეგ და ასე ხალხის ძალა საპარლამენტო პარტია არ შეგეშალოთ, ხო უბრალოდ იყო თუ ხო იყო, იმიტომ რომ ის მაინც რაღაც იმის სიით გავიდნენ თუ არ ვცდები ბატონი სუბარი და სხვები აბა ქართული ოცნების სიით, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს გააქტიურებდა გოგა ხაინდრავაც კი ეს ილუსტრირებული რუსის აგენტი ლაპარაკა მეორე რუსის აგენტ გულაშვილთან, როდესაც ილაპარაკეს იმაზე, რომ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ნეიტრალიტეტი, ჩვენ უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი უკაცრავად და გამოვაცხადოთ ნეიტრალიტეტი და რატომ უნდა გავატაროთ, კი არა ჩავატაროთ ეს რეფერენდუმი, რომ ამოვიღოთ კონსტიტუციიდან 78 მუხლი და საქართველოს გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო, ამისკენ მიხავს ბიზნე ივანიშვილი რუს ეს პროცესები და ეს არის სწორედ ჩვენი დამარცხების ფორმულა. ეს თუ ამგვარ ნაბიჯს გადადგამს და გაუვა დე-ფაქტო ხელისუფლება, ჩათვალეთ რომ საქართველოს კიდევ ისედაც ხო ჩაჩეხილ მდგომარეობაშია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ჩაიჩეხება მაშინ. კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა თუ გნებავთ 2008 წლის კონტექსტში გაიმარჯვა თუ არა 2008 წელს რუსეთმა საქართველოში, მან წაიღო ამდენი და ამდენი ტერიტორია, ამდენი და ამდენი სოფელი, ამდენი და ამდენი ახალი ლტოლვილი გაჩნდა, ამდენი ადამიანი მოგვიკლა, ამდენი ადამიანი გააუბედურა, ასე და ასე მიანგრია სახელმწიფოგანა. არა, მაგრამ თუ ჩვენ საფუძვლად ვიღებთ იმას, რომ რუსეთს თბილისის თავზე უნდა და მისი სამფერა დროშის აფრიალება და მისი ვსტავლენიკის უკაცრავად რუსულისთვის დასმა პრეზიდენტის სასახლეში ან თავრობის ადმინისტრაციაში ან საქართველოს ხელისუფლებაში ზოგადად 2008-12 წლებში
რუსეთმა საკუთარ მიზანს გაგიკვირდებათ და ეწყინებათ, ამას რო ვამბობ, მაგრამ ქოცებს ეწყინებათ, ბიზნესში დარჩენილებს ეწყინებათ, ხო, რუსეთმა საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწია. დიახ, გაგიკვირდებათ და აღარ გაგიკვირდებათ, რომ ეს არის მუდმივი პროცესი ბრძოლისა, მუდმივი ბრძოლის პროცესი, ეხლა ფრონტლაინ კანტრი, ანუ წინა ხაზზე მდგომი ქვეყანა უკრაინა, ჩვენც ვიყავით წინა ხაზზე დგომა კი არ არის საამაყო, უბრალოდ საამაყოა ის, რომ შენ ყავს გმირები, რომლებიც არ ეპუებიან, პატარები არიან, სუსტები არიან, უავტომატონი არიან, უიარაღონი არიან, განიარაღებულნი არიან და ზურგს უკან კიდევ ისმის სუნთქვა ისეთი მოღალატეებისა, როგორიც იყო და არის ბიზნესმენი ივანიშვილი და ისინი სულმუდმივად როგორც ყორანნი ჩაგძახებენ, რომ დათმე დანებდი და შენ არ ნებდები და შენ მაინც ითვლები არამხოლოდ წარსულის გმირების, არც გარდაცვლილების, არც დაღუპულების ქვეყანად, არამედ ითვლები იმ ადამიანების ქვეყანად, რომლებიც დღესაც აფრიალებენ ქართულ სახელმწიფო დროშას. ამ ადამიანების გვარები და სახელები ახლა რომ დავიწყო გულახდილად გეტყვით ყველას ვერც გავიხსენებ, მაგრამ ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩასაწერილი იქნებიან პირები, რომლებიც ახლა საპატიმროში არიან, ან დღეს მოხდებიან, ან ხვალ მოხდებიან და იქნებიან უდრეკად. ფინეთმა გაიმარჯვა ზამთრის ომში და უკვე შემდგომ ომში 44 წელს გადარჩა რა როგორც სახელმწიფო. უკრაინამ გაიმარჯვა, რამდენადაც კიევი ყველაფერი შეიძლება დაეცეს, ყველაფერი უტრირებ ცხადია, მაგრამ დონბასი შეიძლება დათმონ, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ძალისხმევა უნდა მიმართო, რომ დონბასი შეინარჩუნო, ეს ადამიანებს რომ არა დაგიდევთ საზარბაზნე ხორცად რომ იყენებს ეს პუტინი და აკლავს საკუთარივე ჯარის მოქალაქე 1,200,000 კაცი ყავს, ან მოკლული ან დაჭრილი, წარმოიდგინეთ თქვენ რამდენად სასტიკია ის მათ შორის თავის საკუთარივე ქვეყნის მიმართ ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ რამდენადაც კიევის თავზე არის ფრიალებს რუსული დროშა, დუგინის დროშა, პუტინის დროშა, სტალინის დროშა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სტალინს მესმის საბჭოთა კავშირის დროშა ჰქონდა აღმართული და ნუ მომედავებით ახლა ამ სიტყვებში, მოკლედ საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა რუსეთის დროშა როცა არის ფრიალებს, აქედან გამომდინარე უკრაინა გამარჯვებულია, ფინეთი გამარჯვებული იყო და საქართველოც გამარჯვებული იყო და არის ახლაც, იმიტომ თბილისის თავზე არ ფრიალებს რუსული დროშა, თუმცა ბიზნარუს მისი აფრიალება კი ნამდვილად უნდა.